პრივილეგიები ვალდებულებების სანაცვლოდ კერძო გადამზიდავი კომპანიები ექსკლუზიურ უფლებებს აპროტესტებენ, რომელსაც ეროვნულ ოპერატორს ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა აძლევს. პრეტენზიების პასუხად საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელი ევროპულ გამოცდილებას იშველიებს. ერთ-ერთი მაგალითი საფრანგეთია, სადაც უნივერსალური საფოსტო მომსახურების სტატუსს ყოველგვარი კონკურსის გარეშე ანიჭებენ. ამას ემატება ლიცენზიის მისაღებად დაწესებული პირობები და ფონდი, საიდანაც ფრანგული ლაპოსტისთვის ფინანსურად წამგებიანი სამუშაოს კომპენსირება ხდება. მსგავსი რეგულაციებია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად სლოვაკეთის ეროვნულ ოპერატორს ევროკავშირის წევრობის პერიოდში ამანათების მიღება დარიგებაზე სრული ექსკლუზივი ჰქონდა. კიდევ უფრო საინტერესო სურათია შეერთებულ შტატებში, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტის ქვემდებარე სააგენტო საფოსტო სერვისის მონოპოლისტია. ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს ევროკავშირთან ივნისში გააფორმებს, საფოსტო ბაზრის ლიბერალიზაციის ვალდებულებას აწესებს. იმ გზის გავლა, რასაც ევროპაში 20 წელი დასჭირდა, საქართველოს 5 წელიწადში უნდა მოახერხოს. ევროპულ ანალოგებს და ქართული საფოსტო ბაზრის თავისებურებებს თამარ ჩიხლაძე გაეცნო. ჩვენ დღეს ვაკეთებთ იმას, ამ კანონპროექტით, რაც გააკეთა რამდენიმე წლის წინ თურქმენეთში, როდესაც გამოაცხადა. თუ თქვენ გონიათ, რომ შედარებებს გააკეთებთ ეხლა თურქმენეთთან და ამით რაღაცა არ მიკაკავდება რაღაცა ძალიან სწორი. დიქტატურის მაგალითი რეგულაციაზე, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირება ითხოვს, უმრავლესობამ არ გაიზიარა. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ერთმანეთს ორი მოდავე მხარე, ფოსტა და კერძო გადამზიდავები შეახვედრა. გაუგებრობა ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ფოსტა 30 კილოგრამამდე სახმელეთო ამანათის ტრანსპორტირებას ექსკლუზიურად შეძლებს. მოსალოდნელი ცვლილება კერძო გადამზიდავებმა ბაზრის დაკარგვის საფრთხე დააყენეს. მათთვის არგუმენტი არც ის არის, რომ ცვლილება მხოლოდ სახმელეთო გადაზიდვებს ეხება, მაშინ როცა თავად ტვირთები საჰაერო გზით შემოაქვთ. კანონპროექტი დაიწერა და სამინისტროებს გადაეგზავნა ისე, რომ არ არსებობდა ხარჯთა რიცხვ, ანუ რა ხარჯებს ფარავდნენ იმ თქვა 30 კილოთი რეზერვებულში, რაც საკამათო გახდა, ან საერთოდ საიდან მოვიდა ეს ციფრები, გაუგებარი იყო. თქვათ, ხვალ რომ ინვესტორი მყავდეს და მითხრას, რომ იცით, მე მინდა რომ თურქეთიდან დიდი ხაზი გავაკეთო სატრანსპორტო, ევროპიდან შემოვიტანო ტვირთები და თქვენ აქ მოახდინოთ მისი ლოჯისტიკა და დაბინავება, უარი უნდა უთხრა ინვესტორს. ჩემი თვითმფრინავი ამ წუთას ტრაბზონში რომ დაჭდეს და მე დამჭირდეს, რომ უამინდობის გამო სატვირთოთი შემოვიტანო წერილები, უფლება არ უნდა მქონდეს და ამანათები, ეს ხო აბსურდია რა. ის რაც გადამზიდავებისთვის აბსურდია, ეკონომიკის სამინისტროსთვის ბუნებრივი პრივილეგიაა, რომელიც მომხმარებლის საფოსტო უფლებებს უკავშირდება. სახელმწიფოს ეროვნულ ოპერატორს, ამ შემთხვევაში კი ფოსტას, უნივერსალური სერვისის, ანუ წერილის ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მიტანის ვალდებულება აქვს, რაც წამგებიანი ბიზნესია. ამ სერვისთან ერთად ოპერატორს 1,5 მილიონ მისამართზე პირადი საფოსტო ყუთების ინსტალირების ვალდებულებაც აკისრია, რაც დამატებით დაახლოებით 70 მილიონიანი ხარჯია. წამგებიანი ხარჯის ასანაზღაურებლად სუბსიდირებაა საჭირო. ამ შემთხვევაში ეს სწორედ ეგრეთ წოდებული რეზერვირებული არეალი, ანუ 30 კილოგრამიანი სახმელეთო ამანათია. რა იცვლება, უფრო სწორი კითხვა იქნება, რა შემოდის სიახლე, იმიტომ რომ დღეს ამ სფეროში, საფოსტო გადაზიდვების სფეროში საერთოდ არ არსებობს რეგულაციები. რაც შეეხება 30 კილოგრამამდე ტვირთს, ანუ საფოსტო გზავნილს, ამ შემთხვევაში ხაზგასმით აღნიშნავ, რომ ეს სარეზერვო მომსახურება კანონპროექტში, რაც არის გათვალისწინებული, არის მხოლოდ ეხება სახმელეთო საერთაშორისო გადაზიდვებს, რასაც დღევანდელი ოპერატორები ამ სფეროში მოღვაწე დღეს ამას არ ახორციელებენ. ტერმინი მონოპოლია აბსოლუტურად ალოგიკურია ამ სიტუაციაში და უნდა ამოვიღოთ ამ საუბრისას ასეთი განხილვების დროს ნებისმიერი სახის ტვირთის, ნებისმიერი სახის ზომის და წონის კომერციული ტვირთის გადაადგილების უფლება აქვს ყველას ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. აქ საუბარია საფოსტო პროდუქტ ამანათზე. რატომ გახდა საჭირო 30 კილოგრამიანი ექსკლუზივი? ფოსტის ხელმძღვანელი კითხვას ევროპული გამოცდილებით პასუხობს. ლევან ჩიკვაიძე ვიზიტით ფრანგულ ლაპოსტში იმყოფებოდა. საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელი ყვება, რომ საფრანგეთში, სადაც ლიბერალიზაცია უკვე დასრულებულია, ეროვნულ ოპერატორს სულ 4, 1 წამგებიანი და 3 მომგებიანი მისია აქვს.
ექსკლუზივი რჩება ყველა პერიოდული გამოცემის დარიგებაზე, ყველა ჟურნალ-გაზეთის დარიგებაზე. მეორე მისია ეს არის იაფი საბანკო ანგარიშები საფოსტო ბიზნესში. ყველას მიეცა საშუალება მიიღო მონაწილეობა, თუმცა შეიქმნა ფონდი, სადაც ვალდებულება ყველა მონაწილეს აკუმულირება მოახდინოს განსაზღვრული პროცენტის და ამ ფონდიდან ხდება დაფინანსება ეროვნული ოპერატორის, ამ შემთხვევაში საფრანგეთის ფოსტის. 20 წლის წინ ბაზრის 99% ეკავა საფრანგეთის ფოსტას და დღეს მდგომარეობითაც ისევ 99% უკავია საფრანგეთის ფოსტას. რა გზით უნდა ფინანსდებოდეს ეროვნული ოპერატორი? ეს ევროპულ ქვეყნებში ერთ-ერთი მთავარი თავსატეხია. 20 წლის წინ პროცესი ევროკავშირში 2 კილოგრამამდე წერილებზე მონოპოლიით დაიწყო. წლების განმავლობაში მცირდებოდა წერილის წონა, იზრდებოდა ლიბერალური ბიზნესის შანსები. 2013 წელს პროცესი ევროპული ქვეყნების ნაწილში ნულოვან ნიშნულზე გაჩერებით დასრულდა. We see that in every country ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში ჩვენ ხედავთ, რომ მთავრობა უნივერსალურ სერვისს სწორედ ეროვნულ ოპერატორს ანდობს. ეს ბუნებრივია, რადგან მათ ადეკვატური ინფრასტრუქტურა აქვთ, თუმცა ბაზარზე შესვლა სხვა კომპანიებსაც შეუძლიათ, თუნდაც კონკურსის წესით. ეს ბოტონ ზებენია, ასოციაცია პოსტ-ევროპის ხელმძღვანელი. პოსტ-ევროპი კი ორგანიზაციაა საფოსტო ბაზარზე საქმიანობის 20 წლიანი გამოცდილებით და 52 წევრით. ზებენი გვიხსნის, რომ ეროვნული საფოსტო ოპერატორის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან მიღებული პრაქტიკაა, თუმცა არა მონოპოლიის ხარჯზე. In the past it was the monopoly. წარსულში იყო მონოპოლია კორესპონდენციის მიწოდებაზე, რომელიც ფარავდა დამატებით ხარჯებს. ის გაქრა ლიბერალიზაციის პროცესთან ერთად და ახლა ქვეყნებმა გამოსავალი უნდა იპოვონ, როგორ დაფარონ ფოსტის დამატებითი ხარჯები. სწორედ ამიტომ შემუშავდა კომპენსაციის მექანიზმი. მაგალითად, რამდენიმე ქვეყანაში საკომპენსაციო ფონდი შემოიღეს, სადაც კონკურენტებს თანხის გადახდის ვალდებულება აქვთ. ამ ფონდიდან სახელმწიფო უნივერსალური სერვისის მიმწოდებლებს აფინანსებს, რომ ეგრეთ წოდებული უსამართლო ტვირთის ხარჯები დაფაროს, რადგან უნივერსალური სერვისი არ არის უფასო ლანჩი. ეს ვალდებულებაა და გარიგება საზოგადოებრივ და კერძო ინტერესებს შორის. არ ვარ წინააღმდეგი სახელმწიფო მხარდაჭერის, მაგრამ კანონი ამბობს, რომ ამან არ უნდა ავნოს კონკურენციის პრინციპს და ხარჯთა რიცხვა უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე. გამჭვირვალობა სწორედ ისაა, რასაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში ითხოვენ. ორგანიზაციაში კანონ-პროექტის პირველადი ვერსია შეისწავლეს და ამბობენ, რომ ის ეკონომიკურად დაუსაბუთებელია. ბაზრის მოთამაშეებს არათანაბარ პირობებში აყენებს და ეწინააღმდეგება ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაზე. საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს ეროვნული ოპერატორისათვის გასაზღვრული ტიპის შეღავათების დაწესებას და გასაზღვრული ტიპის ეგრეთ წოდებული დარეზერვებული არეალის არსებობას. ევროკავშირის პრაქტიკაში ასეთი დარეზერვებული არეალი არსებობდა 100 გრამამდე წერილობით კორესპონდენციაზე. იმ კანონპროექტით, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა, არა მხოლოდ წერილობით კორესპონდენციაზე ხდება ექსკლუზიური კომპეტენციის მინიჭება, არამედ ამანათების გადაზიდვაზე და მინდა გითხრათ, რომ 30 კილოგრამამდე ამანათების გადაზიდვაზე ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭება ეროვნული ოპერატორისებს, აი ასეთი ტიპის პრეცედენტ საერთაშორისო პრაქტიკა არ იცნობს. ხელშეკრულება, რომელსაც ხელი ივნისში მოეწერება, ეროვნულ ოპერატორს 5 წლიან ვადას აძლევს. ბაზრის ლიბერალიზაციის გზის გავლას, რასაც ევროპაში 20 წელი დასჭირდა, საქართველოს სწორედ მომდევნო 5 წლებში აპირებს. ეს ვადა ფოსტის ხელმძღვანელისთვის ამბიციური გამოწვევაა, კერძო სექტორისთვის კი კვლავ არასაკმარისი არგუმენტი. ჩვენ 97 წელს კი არ უნდა დავბრუნდეთ, ალბათ იმის უკან დავბრუნდით, რომ გვეუბნებიან 30 კილოგრამი რეზერვირებული კონდეთო და მერე 5 წლის განმავლობაში ეს რეზერვირებული მოუხსნათო. მაგრამ 5 წლის ლიბერალიზაცია არაფრით არ გულისხმობს უკან გადავდგათ ნაბიჯი არალიბერალური საბჭოთა მოდელისკენ და მერე დავიწყოთ წინსვლა. სახმელეთო გზით შემოტანილი ამანათის შემოტანის და დარიგების უფლებას უტოვებს საქართველოს ფოსტას კანონპროექტი 5 წლის ვადით და არა გაცხადებული 20 წლის ვადით. 20 წლის ვადით ეროვნული ოპერატორი ინიშნება. 5 წელიწადში ეს პროცედურა მთავრდება. ანუ ეს უპირატესობა 5 წლის ვადით არის გათვლილი და მხოლოდ სახმელეთო გზით შემოტანილ ამანათზე. ისე შევეცდომა რჩება, რომ ეს კანონი იწერებოდა საქართველოს ფოსტასთან ერთად და მორგებული იყო მათ პირობებზე. აქ საუბარია იმაზე უბრალოდ, რომ არ გვაცდით. აი პირდაპირი მნიშვნელობით. საბოლოოდ რო გვექნება ჩვენ შიგნით ჩამოყალიბებული მათ შორის თქვენი მოსაზრებების გათვალისწინებით კანონპროექტი, მოხდება ამის განხილვა.
ვიდრე მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, გაუგებრობის მთავარი მიზეზი ეკონომიკის სამინისტრო დროს ითხოვს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ შენიშვნებს გაითვალისწინებს და მოლაპარაკების პროცესში კერძო გადამზიდავებსაც ჩართავს. ეს მხარეებს შორის მიღწეული პირველი შეთანხმებაა. კანონის სრულყოფაში ევროკავშირის ექსპერტებიც ჩაერთვებიან. სწორედ ისინი დაეხმარებიან ხელისუფლებას იმაში, რომ ოქროს შუალედი იპოვოს და ევროპული გარიგება საზოგადოებრივ და კერძო ინტერესებს შორის საქართველოშიც უმტკივნეულოდ შედგეს.